გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა ბედნიერება და როგორც ყოველთვის სიხარული. ჩვეულებრივი დღე ავსახოთ დღეს. Turn right at the traffic light. ახლა ვიმყოფებით ბოისია, ასეთი ქალაქი, აიდაჰოს დედაქალაქია. უკიდურესად ეს შტატი, უკიდურეს დასავლეთში იმყოფება და აი ისეთი შეგრძნებაა, რომ აქ თითქოს ცხოვრება არ უნდა იყოს. რაღაცნაირად ისეთ მამდა იცით, აი ხო თქვათ შორს არის, ხო, იქიდან ცენტრები და იმ რაღაც სინოჟუკაში რო შეხედო და რატომაც გონია, რომ აი ჩაკეტილები იქნებიან რაღაც მოშორებულები არიან ცივილიზაციას. მაგრამ ისეთი აწყობილი შტატია. აი ხა ალაბამაში ხო ვიყავით, როგორ წარმაცოდნენ ეზარებოდათ მუშაობა, სამხრეთ შტატებში რო ეზარებათ ხოლმე მუშაობა და რაღაცა კი ხასიათით კი არის კარგი, აი მუშაობა ნამდვილად ეზარება. და აქ აიდაჰოში უკვე საპირისპირო სიტუაცია, უმეტესად თეთრები არიან. დასახლება როგორც გადავხედე სტატისტიკას ეთნოგრაფიული შემადგენლობით თეთრკანიანების არის 80%, ინდიელების რაღაც 10%, სხვადასხვა აზიელები და ზანგები, შავკანიანები ყოფილან 2%-იც არ არის და მათი დასახლება. აი ეთყობა კიდევაც, აი საწყობებში რომ მიდიხარ, ისე დილობიან, ასეთ გემრიელად გამოგელაპარაკებიან. სულ ბრაზას გაიძახიან და რაღაცა დადებითად იმუხტები. ნუ ეს ჩემი პირველი შტაბეჭდება და მეც ახლა მინდა ეს გამოსახო, აბა შეძნები დაგვარად რა გამოგვივა თან. ახოთ იქნება რაღაცა საინტერესოს გადავეყაროთ. ეხლა მივდივარ როგორც საბუთებს შეძრა შაქარი გავიგოთ შაქრის ქარხანაში. ახო ბევრი ის არის კარტოფილი და ჭარხალი მოყავთ ხოლმე და ეთქობა იქიდან შაქარი გამოაქვს და აქეთკენ კაი დიდი ხანი არ ყოფილა. ძირითადად მაინც გახსოვთ არა, ჩვენ რო ზამთარში დავდიოდით. აქეთკენ ხო თოვლია ზამთარში ყოველთვის და მოდის ერიდებოდნენ და ჩვენ მოგებიდან გამოდინა რომ პირიქით აქეთკენ მოვდიოდით ხოლმე ზამთრის პერიოდებში. და აქ თოვლი, თოვლჭყაპი, ყინვა და ყველა სიგოს ხოლმე სამხრეთ შტატებში სიაროს. ეკი პირიქით ფასები რომ მაღალი იყო აქეთკენ მეუბნებოდი დისპეჩერს რომ აქეთკენ გამომიშვი და ეხლა ჯერ ზამთარი არაა დაწყებული, მაგრამ ნუ ეთქობა მაინც მაჩვენს და ინერციით ჩრდილოეთისკენ ადამიანები არ მოდიან. მეც ადამიანი ვარ, ცოტა ისე გამომივიდა. აი ფაქტობრივად სიცივეც იწყება, მოგუშული ამიდე, მაგრამ თოვლი არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ აქედან მე ჯუტაში ჩავდივარ და ისე თებში და ისე საინტერესო იმეებში უნდა ვიაროს და ნახოთ იქნება რაღაცას შემეცნებითი და ესეთი კარგი ამბავს გადავეყაროთ. თორე მოვიწყინეთ. ისე მაგრამ რა საოცარია რა. ეხლა აი ეს შტატებში ხო დავდივარ და საერთოდ აი ხო ცხოვრობ ამდენი სამყარო ამხელა იქ ამერიკა, ავსტრალია. ადამიანები როგორ ცხოვრობენ, რომ არაფერი არ ხდება თითქოს და თითქოს მოწყენილები არიან, ხო? და ჩვენ ქართველები რომელიც ყოველ დღე ტელევიზორში ჩართავ კვირაში 5-6 ამბავი, ხან ერთი ამბავი ატყდება, ხან მეორე ატყდება, ხან ის ატყდება, სულ ვართ რიაში. სულ რაღაც ინფორმაცია მოგდის იქიდან, აქიდან, აი ხუვიდან. უცბად არ გიცდიათ, აი გამოთიშდე ტელევიზორი და არაფერს არ მოусმინოთ, ხო? ან სადმე სოფეშო წახვალ 2 დღით ან 1 დღით და მეორე მესამე დღეს უკვე რაღაც ორგანიზმი გთხოვს რომ რაღაცა ისე არ ხდება და ისე ტელევიზორისკენ იკაჩები ან ინფორმაციისკენ რომ ინფორმაციას მოусმინოთ. და მე უკვე ვიწყებთ უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ის ხდება, აქეთ ის ხდება. აბსოლუტურად საქმის ყურში ვართ. სად რა ხდება, რომელ ქვეყანაში, რომელი პრემიერ-მინისტრი მოხსნეს, ვინ მოიპარა,
რა გააკეთა, იმისთან იჩხუბა, ამან იჩხუბა, ასე შემდეგ და აი ახლა აქ მოიცეში და აიდახოში, რა ვიცი, ეჭვი ვიპარებო რა მოთვა. ამი აინტერესებდეთ იქით თავიანთი საქმის გარდა. აი თუმცა ახლა იმის ნევადაში რომ დავდიოდ იმს სტეპებში და იმ სიწყნარეში არაფერი არ ხდება, როგორ ცხოვრობენ და ფაქტია რომ ცხოვრობენ. და ჩვენ კიდევ გვინდა ეს რიარია და მაური და ჩუჩუჩი და ჩუჩუხი და ფუჩუჩი და მთელი ამბები. აი დააკვეთით რა, ესე იგი ყოველ დღე რაღაც დაწაბული ხარ, ხან იმას მოусმენ, ხან იმ ჩინეთიო, ხან ამერიკაო, ხან არაბებიო, ხან რუსთაველიო, ხან ისა და ეს ეს უკვე ჩაგვიჭდა რა და ამით ენერგიას ვიღებთ, მაგრამ მოვა ისეთ პერიოდი რომ ამასაც ვეღარ გაუძლებს ადამიანი. უკვე ფაქტობრივად არის, მასეც არის რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ ეკარებიან ტელევიზორს, საერთოდ გაზეთს, ტელევიზორს არაფერს არ ეკარებიან, არიან თავისთვის, რომ გადაიღამენ. ჩვენ როგორ ვამბობთ, ასე და ცხოვრება იქით აქეთ, ასე თუ ისე მაინც მიდის. ამოვა მზე ჩავა. დელოები ისევ იქნება, შენობები აშენდება, შენობები გაიგრევა, ადამიანები დაიბადებიან, ადამიანები გარდაიცვლებიან. და გონია რომ ჩვენი ეს აქტიურობა და ეს გიჟური ჩუხჩუხი და ფუხჩუხი და ეს ყველაფერი იმის იქით არაფერი არ ხდება და საინტერესო რა არის, აი გონია რომ აი მე თუ ეს იმ მომენტში ეს არ გადაწყვიტე, ეს თუ არ იყვირე, ეს თუ არ იკაკანე, იქეთი ამბავი არ ატეხე, დაინგრევა ქვეყანა და ამ დროს იკაკანებენ, იყვირებენ, იჩხავლებენ, იომებენ და გამთავრდება ეს ასეთი აქტიურობა და მე ისევ ცხოვრება, ისევ მზე ამოვა, მზე ჩავა. დედამიწა ისევ თავის ადგილზე დგას. ისევ უბრუნდები, მზე ამოვა, მზე ჩავა. დედამიწა ისევ თავის ადგილზე იქნება. აბა შემოუხვიეთ აქეთ 55 exit-ი. Turn right at the traffic light. შაქრის ქარხანას ვადგებ ამაგარი ჩვენებურად აგარი შაქრის ქარხანა. In 1/2 mile, arrive at 16201 Northside Boulevard on the left. 12 საათზე და დიდი ქარხანა ჩანს ეს რაღაცა და არ ამგონია. ზოგი არის ხოლმე ადრე მოვდივარ რომ იქნებ ადრე დაგტვირთონ, ნახოთ აბა. შეიძლება დაგტვირთონ, შეიძლება არ დაგტვირთონ. მოდი მეგობრო ვიქტორინა გავათამაშოთ. აპოინტმენტის მიხედვით დამტვირთავენ თუ ჩემი აზრით ჩემებურად ადრე დაგტვირთავ. ნიშნები არ იყო და ეგრე ტრაილერი გამოვიდა. გამხელა ქარხანა, უი მე ნახეთ. ლოდინგ დო აი პრობანხარი. Arriving at 16201 Northside Boulevard on the left. Alright. Okay. Agetsgana trailerები ახლა რა ვთქვათ operations only no trailers. აი მაგერარი და მეტყობა აქ უნდა გავიარო ჩეკინგი ადგილი გვაქვს. ისინი
განანაგე. კოლეგებით განანაგე. გავერკვიოთ ყველა ქარხანას და ყველა კომპანიას აქვს თავის წესები, ჩეკინგი, ესა. აქ სავარაუდოდ ალბათ თავის დროზე უნდა მოვიდეთ. თქვილობ რაღაცა ჯეროს სასწორი უნდა დაიწონო და ერთი უნდა დავაზუსტო ჯერ იქნებ შეცდომას. კითხვა, ბაჭი, იქ წერია რომ სასწორზე უნდა აიწონო. გავაკეთო და მე ახლა წერია და ეს გოგონა ალბათ მეტროს უნდა გავაკეთო. და ეხლა ის მოვა. ეს კლერკი მოვა და შეამოწმებს ტრაილერს. აქამდე ჩვენ გავაღოთ. ცოცხი ავიღოთ, შევამოწმოთ და გახსოვთ ადრე რო შემიმოწმეს ტრაილერი და არ მოეწონათ. ეხლა ეს ახალი ტრაილერი არ მოეწონებათ. თქვენ просто ცოტა გადავალოთ ერთი ისა. You want to open it? No, it's all good. It's okay. It's all good. I just had to check for that. You check, huh? ეს შეამოწმეს, ღია უნდა იყოს. გამანაცემები თუ რა ვიცი. As I get my name this time. What? You have not been here before? No. Alrighty. Relevio, suni tvariso. Ახლა როგორ ამოწმე შეცენა. Middels და მისდევს. It's a new trailer. ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს შეამოწმეო ისე გაწმინდეო. აი მე ასეთი შემოწმება. ესე ცოტა მტვერი გააშორეო და მე კიდე მოვარ და კიდე შევამოწმო. თითქოს უმაღლესი განათლება ის არის. უმაღლესი აბარებო რა ისეთი სიტუაცია. ოდი ახლა გავწმინდა ახლა ამას. ეს ბრაში ავიღო და ეს ყველაფერი მოცოცხლ. გახსოვთ მეგობრებო, ეთრე წინა ჩამოსვლაზე როგორ გამაწვალეს და მაგის ჩიტები ვართ ახლა ჩვენ არ გავითვალისწინოთ ესა და მაგრამ ფაქტია რომ მძღოლებო დამწყებო მძღოლებო ნებისმიერ ვარიანტში ტრაილერის აყვანას რომ დაიწყებთ აუცილებლად შეამოწმეთ ყველაფერი ხო ხედავთ როგორ შემამოწმა იმინა ყველა კუთხეები ყველა ხრეჩოები ყველაფერი შეამოწმეს ამიტომ ჯობია ოთის არგით გამოიყვანოთ ყველა სასწრელი ახალი და ის ხო თუნდაც ეთესი იქნება. აი მოდი ახლა ჩვენ გავწმინდოთ ეს ყველაფერი და მოცოცხლთ. ოკეი, გავასუფთავეთ. რა ვიცი, არა მგონია ახლა. ახალი არის, ხრელები არ არის და ახლა წამოდიო. კიდევ თავიდან გააკეთე ჩეკინგი. ამასობაში იქ რიგი დაგვიდგა. ძროლების გადაამოწმეს. What time is it? Time one moment. ეხლა მომწეს ფურცელი. ეხლა უნდა წავიდე სასწორზე, უნდა დავაფიქსირო. აი უნდა მიხვიდეო. დაფიქსირდეო, უთრაო და მე ეს ფურცელი უნდა ვაჩვენო. ყველას თავის წესები აქვს და მე მეტყვია რა უნდა გავაკეთო. სავარაუდოდ ალბათ აქ შემოვალ ამ სასწორზე, როგორც ეს მანქანა მოვიდა. აწონიან ჩვენ იმას. მე დატვირთავენ. მე უკან წამოვალ ალბათ და ასე შემდეგ რა. ვიდეთ. სამხედრო ნაწილივითარ. ეხლა მე უნდა მოვიდე აქა.
დავდგე, მე ესე უნდა შევიდე შიგნით და ამიხსნიან რა უნდა გავაკეთო. სამუშაო პროცესია, მეგობრებო. მომავალი მძღოლები ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. ჯორჯუნა. ხო ხედავ როგორი შემოწმებებია. და ასეთი შემოწმება მარტო სამხედრო ობიექტებზე მქონია თუ ასე შაქარზე თუ ასე შემომოწმებდნენ და ასე გავივლიდით, ალბათ არ მოველოდი. რაც არის ეგ არის, წავედით. მთელი რაღაცა ჩავიცვი, მაინც ვიცი რომ მაინც მომთხოვენ და წინასა ეს ყოველთვის უნდა გქონდეთ ხომ ერთხელ საწყობში მივედი და არ მქონდა ესა რა. წავედი სადღაც 20 მილი წავედი მაღაზიაში რომ მეყიდა ესა. იმის შემდეგ სულ დამაქ რა. ამას არის საწყობები რომ ამის გარეშე არ შეგიშვებენ. ხაც რიგი დაგვიდგა. კარგი იყო გვენახა როგორ კეთდება შაქარი. მაგრამ ვინ შეგიშვებს აქ ისეთი წესებია. საავადმყოფოდ ალბათ მანქანიდან გადმოსვლას უფლებასაც არ მომცემენ. ლაპარაკში ახლა მართალი არ ვიღებ, მაგრამ კონტაქტში შევდივარ ხალხში და კაი ხალხია რა. ხარ როგორც სივამეთქი შეჩვეულები ხართ მეთქი და ყველა შემოდის კონტაქტში ლაპარაკში იცინიანი იღიმიან. მოთხარი ამ სიცივე შეჩვეულები ხართ მეთქი და აქ დავიბადეთ. ეს შაქარია თუ რა ხდება. აქედან მე ალბათ მეტყვიან სანამ წავიდე. წონას და იმას გაიგებენ. ჩვენ კი ვიცით ზეპირად რამდენია ჩვენი ჯორჯი და ტრაილერი 33300 ვართ ხო ცარიელები. აბა კიდე დავარტყათ. ვიდით. მე აქედან შემოწმებენ ალბათ მონაცემებზე. აი მე სანამ წავიდე არ ვიცი. ტოტალ 32 ხო 32300 ყოფილვართ. აი წავით ახლა გადავიდეთ იქით და ვეთქვია სანამ წავიდეთ. მომწეს დოკუმენტი შეამოწმეს და მე-6 იმასთან მიდიო რა ქვია იმას დოქთან. ის გავწიო მეთქი რა ქვია იმას ტრაილერი პრობლემით არა ესო საჭირო. აქვე მომწეს მე-6 დოკი კარგია. უთი ძნელია ხოლმე პირველად რომ მოდიხარ. რა შაქარია, ყავისფერი შაქარია, გარეთუხია თუ რა ხდება. ჭარხლიდან არ აკეთებენ, მეც არ გამიგვიდა. ჩვენ გვინდა მე-6 დოკი. ამას დააყენებო და იქ ოფისში მიხვალო ამ საბუთებით. აი ჩვენი მე-6 დოკი აგერ არის და დავაყენოთ. მიზნეთ ნელა მივიდეთ რომ არ დავარწოთ მაგრამ მეზობელი ქალბატონი ტრაილერი ძორი ყავს და სადაც გადავიდეთ. მეზობელი ტრაილერი ძორი ალბათ. აი შევამოწმოთ ყოველ შემთხვევაში. ყოველთვის ამ პრობლემს წევთ ხოლმე და ამათ არ მოითხოვეს აი ეს პრობლემის გადაწევა, მაგრამ მე წონას უნდა შევხედოთ რამდენი იქნება. ოპა. ამას ნახე 3 ბორბალი აქვს. დავით ხა ოფისში. ვიდით. ეს მოხსენია.
ეს უნდა მოვხსნათ. Всё. დაიწყებენ აბა დატვირთვა და დატვირთავენ. ალბათ მოგვე დატვირთვა წავიდა. ისე ოფისში ბრუნდება. ალბათ მე წინასა რა ხდება ხოლმე ხომ ვიცოდეთ. წითელი ანთია, მწვანე რო აინთება, მე მოვართ უკან ისევ და ქაღალდებისთვის შევართ ისე ოფისში. ეხლა ვნახოთ რა მანძილზე რამდენს ვიხდიან. აი კალბატონმა აიღო თავისი საკუთები და წავა. მოდი ეხლა შევნახოთ რამდენს ვიხდიან, რამდენი გვაქვს გასავლელი. 645 მაილში ვიხდიან $1300. რამდენი გამოდის? $2 გამოდის. ეს არის საბაზრო ფასებია. მე ხა მივდივართ იუტაში. იუტაში ძალიან დაბალი ფასებია, მაგრამ მე იუტადან უკვე გამაგზავნეს ალბათ კალიფორნიაში და მე იმის იმედით კალიფორნიიდან უკვე ძვირი ფასით წამოვარ. ამბობენ გინდა კარგი, მაგრამ ეს არის რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთ საშუალო ფასი არის $2 რა. მივყვეთ საბაზრო სიტუაციას. კარგი იყო შიგნით პროცესი მენახა, შაქარი როგორ კეთდება. მაგრამ ვინ შეგეშვით ციხესავით არის ყველაფერი. იქით არ წახვიდე, აქით არ წამოხვიდე. ამერიკაში არა, მაგრამ აგარის ქარხანაში მაინც ხო შეგიშვებენ, რომ მოვიდოოთ, როგორ კეთდება შაქარი. შეგიშვებენ ამერ ასიზა. ისე ჩემთან მოდის. ამოწმებს წითელი შეხსნო თუ არა. თვითონ ჩაკეტავს ახლა. თავისის გააკეთა, ხო, ასე გებია. Hello. აი გეტყვით მეგობრებო, მაინც ისე დამწყებო მძღოლებო, აი ესეთი რაღაცებს აკეთებენ ხოლმე, აი. ჩაკეტო, ვაი მეკითხე მანქანა არ დამეჯახოს ხოც. მოდი. ყველას დავასარი, ხედავ პირველი ვარ. ერთი ახლა მოდიან მანქანები. ამათაში კი 3 ბორბალი აქვს ამ აქსეზე 1 2 3 Food line ეთყობა ეს ადგილობრივი ლოკალ მძღოლები არიან და 1 2 3 ბორბალი აქვს. დავილოდოთ და დავიწყოთ დათვალიერება, მაგრამ რა უნდა ვნახოთ ახლა. მანქანიდან არ გადმოხვიდე, იქიდან არ გადმოხვიდე და ნუ ამ შემთხვევაში მე უკვე მევიწყებ უკვე ინფორმაციების ყურებას, სანამ დატვირთავენ. და ყველა მომენტს სარგებლობთ. ან წიგნს ვკითხო, რომ უსმენ უფრო სწორედ ან ისა. ეხლა ვკითხულობ მეჯღანუაშვილს და სოლომონ მეჯღანუაშვილის მაგარი წიგნია და მაგი გავარჩიოთ მე რომ მომავალში. დაგტვირთვეს, აბა თუ მივხვდებით, ეხლა უნდა დავკეტო, სწორზე უნდა წავიდე, მაგრამ სანამ სასწორამდე მივარ, მაინტერესებს მივხვდები თუ არა, სწორად გავასწორებ თუ არა და იქ სასწორში დამჭირდება თუ არა ექსელების გასწორება. ჯერ დაიტვირთოს ეს აერი. გავწიოთ. ვა.
ხაერი არ არის ბოლომდე აწეული და ვითომ კარგად არ მივამაგრე ისა. ათო ხაერი აწეული. უნდა გაჩერდეს ხმა, გაჩერდი ხმაო. რა ხდება? ახლა აქ ეჭვია ცუდად ხო არ მივამაგრე აქ ნეტა. ტელეფონზე ვლაპარაკობდი და არა, კარგად არის მიმაგრებული. აბა წითელი. შიო, ხმა გაჩერდა, შიო. კაი, ეხლა წავიდეთ უკან ნახოთ რა ხდება. მე თვალზე ეტყობა რომ, ნახეთ, როგორ დატვირთულია. ეს არ ეტყო, არ ეყოფა. აშკარად ხედავ. თითქოს მოდი მე მაინც დავამაგრე. რამდენია ნეტავი ძიმე კი არის. მას სწორად არის დალაგებული თუ არა იყოს ასე. როგორ ფიქრობ, მეგობრებო? გამოსაწევია? მოდი მე თვალზე ეტყობა რომ ქვემოთ არის ჩამოწეული, ნახეთ, ამიტომ მე ცოტა უკან გამოვწერ. ադერს ტვირთი. ჩვენ რას ვიზავთ ითი უყურეთ როგორ ჩამოწეულია ქვემოთ, ესე იგი ադერს ამაზე. ესე იგი იდეალური ჩვენ ასე გავაკეთოთ, იდეალური როგორ ვათქვით მაშინ 44-ზე 1 2 3 4 მეხუთეზე გადავიყვან და მე ვნახოთ წესით უნდა გასწორდეს. იქ რო ავიწონებით, იქ უკვე ზუსტად გვეტყვის სწორად გავაკეთეთ თუ არა ის ხრელი. ოპა გავწიოთ, ოპა მეხუთეზე თუ რამაზე კაი გავწვი ეს მელოდება თორე. ეს მანქანა მომადგა და მელოდება და აი წავარწევ. ან უყურებს ვიდეოს ვიღებ და დაღიზიან. მე აგე გავასწორებ მე მაინც. რომ მეხურეზე მივიყვანე ერთი. დადგომა უნდა და იმას და ნახოთ რომ მეხურეზე მივაყენე. ის მანქანა არ მაძლევდა გამოდიოდა. მე ძალიან ამეტანი წინ გავწია. 1 2 3 4 5 6 მე 6-ზე ცოტა აბა მე 5-ზე გამოვწევ ეს ძალიან მე-6-ზე. აი ესე ხდება ხოლმე ხშირად რა, შენ საქმეს აკეთებ და მე ვიღაცა დაგადგება. გახსოვდეს ბულგაკოვის ის რომ არ ვიხილეთ. ისეთი რაღაცები ხდება ზოგჯერ რომ მე ხტები რატო ხდება ნუ დავდიოთ მე-5-ზე მე-5 ხრეზე ეხლა არ ვიცი რამდენია წონა ცოტა მიწის ამის გამოწევა 1 2 3 4 5 მე-6-ზე დავაყენე ეხლა მეორე მანქანა მომადგა მეგობრებო აი თქვენ რას იზავდით ჩემ ადგილას ეხლა მე ხო ვაკეთებ და თქვენ ახლა მოხვედით და ვიღაცა რაღაცებს აკეთებ და არ გაძლევ საშუალებას დადგე რა. აი ამ პოზიციაში ვარ, მაგრამ ნუ რასიზა. მე მაინც ჩემი გავაკეთე. ნუ ყოველ შემთხვევაში ვანიშნე და ახლა ზოგი ხო ზოგი ნერვოზიანია ის არის და. კაი, მე-5 ხრეზე დავაყენეთ, აბა ნახოთ ჩვენი გათვლა სწორი იქნება თუ არა აი სასწორზე გვეტყვიან უკვე ყველაფერს. ის უნდა შევიძინო ის სათვალე ვიდეოინე სათვალეები და უკვე პრობლემა აღარ იქნება. იქაც იღებ, აქაც იღებ, მე იქ ვიღაცა მოდის ისა და ცოტა რიარია პონტია, მაგრამ არა უშავს. ყველაფერს გაუძვით. ნახოთ ეხლა ეს ბავშვი საიდან გაიჩიტა. მე ძორმა მოიყვანა, ასწავლის თავის. ბავშვი მაინც კარგია მე. კარგია, ნახოთ ეხლა რა ხდება, რა წონაა და ეს გვეტყვის ყველაფერს. ჩედეთ აბა ნახოთ რა ცოტა 75,000-ია 11,000 ზუსტად გამიტყია
10 და 6, 33,900, დრაივი 31,000, ნუ კიდო შეიძლება წინ გავწიო. ნუ არა უშ. ნუ ყოველ შემთხვევაში ნუ გეტყვით ახლა მოდი ის ხალხი მელოდება. ესე იგი პირველი აქსერი არის 11 და 10 და 620, დრაივი 39,900, 100 აკლია 34,000, საერთო წონია 75,000 და ბოლო ექსელი არის ბოლო ექსელი არის 31 და 320. კაი, მოდი ხა მე ამას მოგიყვებით, ცოტა ხა მელოდებიან იქადა. წავიდეთ გამოვართოთ საუცენა. გოგონა ხა დამიდებს სილს. არა, ისეთ კაი გოგოებიან ეს დილობიანები. აი სტატია რა. გოგო არ ყოფილა, ხარბატონი ყოფილა. Okay, thank you. You too, thank you. ამიტომ ახლა წავედით ისეთი ადგილი გავაჩეროთ და აგიხსნით რას გავაკეთებ. ეხლა ფაქტურად შემიძლია ხელი არ მოვკიდო, ყველაფერი ნორმალზეა, მაგრამ მაინც საწვავი ჩასასხმელი მაქვს და მოდი აგე გავაჩერო. აი რა მანქანები ცალსია სულ და ერთი. ადგილი ვნახო თუ რა შეუშალო ხელი რა ყველას ახლა მოუნდა შახიზაღება კაც. აი მეგობრებო, ახლა რა ხდება? უყურეთ. ესე იგი პირველი აქსელზე იყო ამაზე რა, იყო 10,600. ამაზე არის 33,800, ესე იგი 200 პაუნდი აკლია იმხამდე 34,000 და აქ არის 31,000. ას რაღაც, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ის რო დავაკლოთ, უყურე 1 2 3 4 5 ეს უნდა გამოვწიოთ წინ ბორბლები და ეს წონა გადმოვა ამ ბორბალზე რა. და იქ 33,500 გახდება. ნუ შეგვიძლია 1-ით შეგვიძლია 2-ით შეგვიძლია და დიდი ის არის რა. 2 ხრეითაც რო გამოვწიოთ 1 2 3-ზე რო დავაყენოთ იქნება იდეალური. აი ეს ახლა მე საწვავი უნდა ჩავასხად, ამიტომ ის 33,800 დაემატება ის 200 და 34,000-ზე მეტი იქნება. აქედან გამომდინარე, მოდი თავი დავიზღვროთ. თან ახლა ჩვენი ოპა, ესა. ახტომა ერთი ხრი ზოგს ეზარება, მაგრამ ნუ სპორტული მომენტია. უნდა დაიზაროთ ხოლმე. ხო. 1 2 3, ნუ ამაზე შეგვიძლია აქ არ ვიყავით, ამაზე ნებისმიერ გინდა აქაც დააყენე, გინდა აქაც პრობლემა არა. მე მაინც მოსახვევში რო კარგი იყოს, აი ამაზე დავაყენებ რა. всё, დავაყენე თავის ადგილას. ეხლა მოვწესრიგდეთ. ამას გავიხდით ცოტა ცხელა, ნუ მაინც აქ სიტყვა. იმათ გაუგზავნი საბუთებს დისპეჩერს რო თვითი ავიღე მეთქი. ამბავია ყვანი წეში დავზე წავიდი აქენა თუ სულ მანქანები დამედენ მარჯვენა მარცხენა რა უბედურებაა. აი წარასწორად დამიყენა ეს. არ შეიძლება ასე უნდა დამატვიეთ. დაკეტა კარები და წავიდა. აი არა უშავს. ამ დროს ჩვენ როგორ ავარ თავრია. არ ავარდეთ ნერვები, მაგრამ უყურეთ ეს აქ როგორ მოვხო მე ახლა რა. დადგა. წადი ახლა მოშორდი. სლავია რა მორუსო. მე რეკილი აღმოჩა, რატომ მიღებო? მე მიდი წადი მეთქი რა. და წავა ახლა რა. დაკეტა გზა ცხოვრება გზა. მაგა რუსი მეგონა. რატომ მიღებო? აი წავიდეთ. აი ერთ სიტყვით მეგობრებო, ესეთი წვიმანები გაჩვენეთ ამ დღევანდელი შაქრის ამბავი. მივიდივართ იუტაში. წესით საინტერესო ადგილები უნდა გავიარო და იმედია საინტერესო ადგილებს ვნახავთ. მე კიდევ თქვენ გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ათავრეს სიმშვიდეს და სიბრძნეს. აბა შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. იმედია